აი ვის რა უნდა გამაგებინეთ Freedom House-ია ეს თუ რუსთავი ორი. საქართველოს მთავრობას ცივილიზებული სამყაროს ხმა არ ესმის. ივანიშვილის გუნდს ვერ გაუგია, რატომ სთხოვს მთელი დასავლური სამყარო შეწყვიტოს თავისუფალი მედიის დევნა. თვით ამერიკის ელჩაც კი არ აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის საქმეებში. ბრძოლამ რუსთავი ორის წინააღმდეგ ხელისუფლებას საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დააყენა. საუბედუროდ მე ვერ ვხედავ დღევანდელ ხელისუფლებაში ადამიანს, რომელიც ამას აცნობიერებდეს. ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსთავი ორის გასაჩუმებლად დაწყებული ომი ცენზურის დაკანონებაში გადაიზარდა. გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს. ეს პირდაპირ ცენზურა, რომლის განხორციელებასაც ცდილობენ მედიაზე. თქვენ გძნობთ რაიმე ცენზურას? ესეთ ტიპის რეაქცია აქვს ხოლმე ლუკაშენკოს, რუსეთს. ბრუნდებით თუ არა საბჭოთა ეპოქაში 21 საუკუნის საქართველოში სახელმწიფო ცენზურის არსებობაზე უკვე Freedom House-იც ღიად ალაპარაკდა. ეს ძალიან უარყოფითად დაისახება ჩვენი ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხზე. რუსთავი ორის წინააღმდეგ ბრძოლის გამო ქართულ ოცნებას უკვე მისი ყოფილი ამერიკელი მრჩეველიც აკრიტიკებს. ეს განცხადებები აშკარად უქმნის პრობლემას ქვეყანას. ყველა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და საქართველოს მთავრობა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. გზა, რომელიც აირჩია ქართული ოცნების ხელისუფლებამ რუსთავი ორთან ბრძოლაში არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპირების გზა. დღეს პირდაპირ ეთერში პოლიტიკოსებს და საზოგადოების წარმომადგენლებს ვიწვევ. სანამ თქვენ ჯერ კიდევ გესმით ჩვენი ხმა, ერთად ვიმსჯელოთ და ერთად განვიხილოთ ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. აქ რუსთავი ორზე, არჩევანში.